დაბანილი თავით გარეთ გასვლა, ორ პირში ჯდომა და ძმრიანი წინდები ინფექციის დროს. რამდენად მართებული პრაქტიკა ან რეკომენდაციებია ეს და სინამდვილეში რასთან გვაქვს? კი ბატონო, პრინციპში სამივე რაც ჩამოთვალეთ, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ არის გარკვეულწილად მითი და დავიწყოთ თუნდაც ძმრიანი წინდებით. ძმრიანი წინდების ჩაცმა არც ერთ სამეცნიერო ნაშრომში არ მოიაზრება როგორც ერთ-ერთი მკურნალობის ტაქტიკა ცხელების მართვის ან თუნდაც რესპირატორულ ინფექციასთან გამკლავების, ხო? მაგრამ წინდებს რომ შევეშვათ, ხო? არსებობს ეგრეთ წოდებული წყლით ღრუბლისებრი დაზელვის მეთოდი, რომელიც ნამდვილად გამოიყენება სიცხის დაწევის მიზნით, ხო? ანუ თუ მაგალითად ჩვენ მხოლოდ გარკვეული მედიკამენტით ვერ ვაღწევთ მაღალი ტემპერატურის დაგდებას, შეგვიძლია გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, წყალში დასველებული ღრუბელი, რომელსაც სხვადასხვა მიდამოებზე, ასე ვთქვათ, ბავშვს მოусვამთ, ანუ დავამუშავებთ ამ წყლით სხვადასხვა მიდამოებს, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ ტემპერატურა ნორმალიზდეს. აქ არ არის საუბარი ცივ ან ცხელ წყალზე, ნელთბილ წყალზე არის საუბარი, ანუ ოთახის ტემპერატურის წყალზე. და კვლევებით დადასტურებულია, რომ ჩვენ თუ გამოვიყენებთ კომბინაციას, ანუ ამ დაზელვის მეთოდს და პლუს გარკვეულ სიცხის დამწევ მედიკამენტს, შედეგის მიღწევა უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი. ამიტომაც რაც შეეხება სხვა საშუალებით სხეულის დამუშავებას, ეს იქნება ძმარი თუ ასე შემდეგ, ამას მეცნიერული მტკიცებულება არ გააჩნია და ამის გამოყენებას პრაქტიკაში პრინციპში არც უწევთ რეკომენდაციას. ასევე ისიც ვახსენოთ, რომ თუ წინდას ჩაიცვალს, ანუ ექსპოზიცია უფრო ხანგრძლივია, ამან პირიქით შეიძლება გადაცივების ეპიზოდი გამოიწვიოს, რაც ასევე არ გვაწყობს. ხო, აქედან გამომდინარე, დავითმა რაც თქვა, იქ დაზელვა არის და არა რაც სველი წინდის ჩაცმა, ხო, სიტყვაზე.